წმინდა პაისი ათონელი. მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება. მამაო სხეული გტკივათ? არა, რადგან სულიერ ტანვარჯის ვასრულებ. ანუ მეტანიებს შედალოცვილო. ხედავ ერისკაცები შვედურ ტანვარჯის აკეთებენ, მონაზვნები კი მეტანიებს. ერისკაცები ტანვარჯიში სხეულს იჯანსაღებენ, ხოლო მონაზვნები მეტანიებით იჯანსაღებენ სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერისკაცებმა არ იციან როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაშკაცებს ადამიანს. ამავდროულად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე და ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე. მეტანიები აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკიანებისთვისაც. მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლისგან. ძლიერი აღნაგობის მქონემ უფრო მეტი მეტანიები უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებებისაკენ მიდრეკილმა. ისე როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს. განსაკუთრებით ეხმარება მეტანიები ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია, თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება. მეტანიები არის ლოცვა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენ სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე. პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვსცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას. მეორე სარგებელი ისაა, რომ დაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, ხოლო მესამე, აჯანსაღებს სხეულს და მოაქვს მრჩოვლი ჯანმრთელობა ადამიანისთვის. მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას. მამაო მიჭირს მეტანიების შესრულება და ამიტომ თავს ვარიდებ. როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები. მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღვწოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია, რომ დაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ. როგორც მაგალითად მაშინ, როცა ვინმესთან დავაშავებთ, მეტანიას ვუკეთებთ და პატიებას ვითხოვთ. გარდა ამისა, როცა მეტანიების შესრულებას ვიწყებთ, კარგი იქნება მდაბლად ვთქვათ, უფალო, ცოდე, მომიტევე. მამაო, როდესაც ამა თუ იმ ხორციელი და სულიერი ვნებისგან განვიკურნები, როგორ უნდა გამოვხატო ღვთისადმი მადლიერება? ხარ კი ნამდვილად მადლიერი? თუ ნამდვილად ხარ, შენ უკვე გამოხატე იგი. მთავარია შინაგანად იყო მადლიერი, მერე კი შეგიძლია გამოხატო იგი ასკეზით, მეტანიებით და ასე შემდეგ. ჩემს კალივში ხანდახან სხვისი კნუტები გროვდებიან და ვაჭმევ ხოლმე. საღამოს როცა ეზოში გავდივარ, რომ ყუთიდან წერილები ავიღო, არ იციან როგორ გამოხატონ მადლიერება. მოდიან და ფეხებზე მელაქუცებიან, ჩემ წინ დახტიან, ხეებზე აბობღდებიან, ჩამოდიან ყირაზე გადადიან, მერე ისევ ფეხებზე მელაქუცებიან. განა მე ეს მჭირდება? არა, მაგრამ ამით თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები არიან. იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე მთავარია ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება, მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმოფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ იგი არ გრძნობს დაღლას, როგორც არიღლებიან პატარა ბავშვები, როდესაც მამის ნახვით გამოწვეული სიხარულისა და აღმოფრენისაგან ცეკვა თამაშით დახტიან. მცირე და დიდი მეტანიები.
მამაო, როდესაც ვინმესთვის კვნილზე ვლოცულობ, პირჯვრის გამოსახვითა და მცირე მეტანიებით უნდა შევასრულო? გააჩნია რისი გაღება გსურს, რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს. როცა კვნილზე ვლოცულობ და მცირე მეტანიებს ვაკეთებთ, ხელი იატაკს უნდა ეხებოდეს? არა, როცა მცირე მეტანიებს კვნილზე ლოცვის დროს ვასრულებთ, ხელი მუხლამდე უნდა დავწიოთ და მერე ისევ გავიმართოთ. სხვა როცა მცირე მეტანიას ხატების თაყვანისცემის დროს ვასრულებთ, მაშინ სასურველია რომ ხელი მიწას ეხებოდეს. მამაო, როდესაც კვნილზე პირჯვრის გამოსახვითა და მცირე მეტანიებით ვლოცულობ, ვერ ვახერხებ გონების მოკრებას. როცა მე ასე ვაკეთებ, მეტად ვახდენ გონების კონცენტრაციას. ისეთი თავდავიწყებით ვეძლევი ლოცვას, რომ დამთავრებისას ხელი მტკივა ხოლმე. მამაო, როგორ უნდა შევასრულო დიდი მეტანიები? კარგია, თუ დიდ მეტანიებს სრულიად შეასრულებ. ანუ ყოველი მეტანიის მერე ფეხზე უნდა წამოდგე. ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. ასევე დიდი მეტანიების დროს იატაკს ხელის გულებით კი არ უნდა შეეხო, რადგან ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს, არამედ შეკრული თათებით, ანუ მუჭებით, ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე. მოღვაწე ხერხს მიმართავს. მამაო, ხედავ რაც დრო გადის, მოშურნეობა იკლებს და ვერ ვასრულებ ბევრ მეტანიას. რაც უფრო გვემატება ასაკი, ფიზიკური ძალები თანდათანობით იკლებს, ეს ბუნებრივია. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ბევრი დიდი მეტანიის შესრულებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე. ასევე შეგიძლია დიდი მეტანიები ყველა ერთად კი არა, ცალ-ცალკე შეასრულო. როცა 100-იანს კვნილს დაასრულებ, 5 მეტანია გააკეთე, მერე კიდევ 5 და 10 კვნილის შემდეგ 50 მეტანია გექნება შესრულებული. ეს მონაცვლეობითი ხერხი მსუბუქიცაა და სასარგებლოც. თუ ვინმეს ეტყვი 50 მეტანია გააკეთეო, გიპასუხებს, როგორ გავაკეთო ამდენი მეტანია? ხოლო ცოტ-ცოტა უფრო ადვილია. მამაო, ამ დღეებში ფეხები და წელი ძალიან მტკივა. თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. და როცა მტკივა, სცადე ნელ-ნელა და შენ თვითონ ნახავ, როგორ ჯობია. როცა მე წელი მტკივა, არ უწესებ საკუთარ თავს, რამდენი მეტანია შევასრულო. ვასრულებ იმდენს, სანამ წითელი შუქი არ აინთება. მაშინ ვჩერდები და ცოტა ხანში ისევ ვაგრძელებ, ვიდრე კვლავ წითელ შუქს არ აანთებს. მახსოვს, როცა მამა ტიხონი ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა ხოლმე. ასე აგრძელებდა იგი დიდი მეტანიების შესრულებას.